მეგობრებო, მოგესალმებით. მოდით, საჯარო გაშლა გავაკეთოთ ასეთი საინტერესო თემით. ახლა კონცენტრირდით ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვისთან დაკავშირებითაც ეს ინფორმაცია გაინტერესებთ და მოდით ვნახოთ, როგორი ხართ ჩაფიქრებული ადამიანის თვალში ახლა, როდესაც თქვენ ამ საჯარო გაშლას უყურებთ და ზოგადად რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ხო? ეს საჯარო გაშლა დაეხმარება გაუგებარი ურთიერთობების ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მაშინ როდესაც ვთქვათ ახალია ურთიერთობა, ან არ იცით როგორ გიყურებთ რეალურად ადამიანი, შესაძლოა გარკვეული თქვენი ეჭვები გაქვთ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ადამიანი ერთ რაღაცას გაჩვენებთ, მაგრამ შიგნით შეიძლება სხვა პროცესები მიდიოდეს. ხოდა მოდით გამოვიყვანოთ მშრალ ნაპირზე, წყლიდან ეს ადამიანი და ვნახოთ რეალურად როგორ გხედავთ ეს ადამიანი და რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში. ვნახოთ ვარიანტი რამდენიც ამოყვება ხელს, იმდენ ვარიანტად ჩავშლით თქვენთვის ამ საჯარო გაშლას. მაშინ სადამე დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. მეორე ვარიანტი, როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. და მესამე ვარიანტი, როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. გამოვიყვანოთ ფიგურები, ესეთი საინტერესო პატარა ფიგურები უნდა გაგაცნოთ. პირველი გვეყოლება ესეთი ბაყაყი. მეორე ფიგურა იქნება ესეთი ბაჭია. და მოდით მესამე ფიგურა იყოს ესეთი ძროწუნა. თქვენ წინაშე არის სამი ვარიანტი, მოდით უფრო მეტად გავშლით თქვენთვის. აი ასე. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, პირველ რიგში დახუჭეთ თვალები, დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს ინფორმაცია გაინტერესებთ. და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი ფიგურა მომენტალურად დაგიძახებთ და მომენტალურად მიიწევებს თქვენს ყურადღებას. ძალიან კარგი. სანამ ერჩევთ, კიდევ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი, ისევე როგორც YouTube არხი, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციონირებს საჯარო გაშლებისა და შემეცნებითი პოსტების ფორმატით. კარგი, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ვინც აერჩია ბაყაყის ფიგურა. ნახოთ პირველი ვარიანტი. როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ჩაფიქრებული ადამიანი ახლა ხედავთ ხუთიანების თასებში. შესაძლოა რაღაცა მძიმე პერიოდს განიცდიდეთ, გარკვეულ დანაკარგს განიცდიდეთ, არ უბრალოდ რთული ცხოვრებისეული ეტაპი იყოს დამდგარი თქვენს ცხოვრებაში, რასაც ადამიანი გრძნობს. შესაძლებელია ადამიანს გაუზიარეთ, ან შესაძლებელია თქვენი დამოკიდებულებით და თქვენი ვთქვათ უსიტყვო ტკივილით ადამიანი ამას გრძნობს და ხვდება თქვენს ენერგიებს. მოდით ვნახოთ, რას ეხება თქვენი ხუთიანების თასები, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. კი, ადამიანი გხედავთ, რომ ნამდვილად ჩაიკეტეთ, მაშინ როდესაც ხართ ძალიან ისეთი ძლიერი, ეფექტური, ცეცხლოვანი, ძალიან მოქნილი, მოძრავი ადამიანი ხედავს, რომ ახლა რაღაცნაირად თქვენს ნაჭუჭში ხართ, თქვენს შესაძლოა რაღაცა პრობლემაში ხართ, რომელიც ახლა ძალიან გთრგუნავთ და ძალიან გკეტავთ და
რეალურად რას ეხება ეს თქვენი რეალურად რას ეხება? ხო, რაღაც მოლოდინში ხართ, შესაძლებელია იგივე ამავე ადამიანთან დაკავშირებით იყოთ მოლოდინში, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რამეს ელოდებით ადამიანისგან და სხვა რამეს ღებულობთ, ხო? მან ზოგადად ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ერთი მოლოდინები გაქვთ, მაგრამ იღებთ აბსოლუტურად სხვა მოლოდინებს. ეს შესაძლებელია მასაც ეხებოდეს და ზოგადად თქვენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ სიტუაციას. თუმცა ადამიანი თქვენს უკმაყოფილებას და თქვენს ემოციურ კრიზისს ნამდვილად გრძნობს და ასეთადაც გხედავთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თქვენ ამას საკმაოდ ღიად აჩვენებთ კიდევაც. ანუ ყოველ შემთხვევაში არ მალავთ, ხო? შეიძლება თქვა საჯაროდ სოციალურ ქსელებში მთლად პოსტებად არ წერთ, ხო? ამ ყველაფერს. თუმცა ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანი არის საქმის კურსში, რომ რაღაცა შესაძლებელია არ მოგწონდეთ, არ გსიამოვნებდეთ და თქვენი ეტაპი ცხოვრებისეული ახლა მაინც და მაინც ჰარმონიული არ იყოს. ნახოთ ადამიანი რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით ახლა. ეს ან დასრულებული ურთიერთობა არის, ან ურთიერთობა, რომელიც მიდის ძალიან დიდი ჩიხისკენ. იმიტომ რომ ადამიანი გრძნობს, რომ ის რა ფორმატიც ვთქვათ, თქვენ გინდათ ურთიერთობის, ან ვთქვათ, აქ არის ურთიერთობის ანუ აქ არის ნახეთ თქვენ საერთოდ სხვა რამ გინდათ, სხვანაირად ხედავთ ამ ურთიერთობას და ვთქვათ, სხვაგვარად კითხულობთ და სურვილი გაქვთ, რომ სხვანაირი ინტენსივობით მიიღოთ ეს ურთიერთობა და ადამიანი მაგალითად და ადამიანი უკაცრავად გავაგრძელებ ვერ მოყვებათ ამ თქვენს ვთქვათ, სურვილებსა და ამ თქვენს იმ რეალობაში, რომელსაც ვთქვათ, ადამიანები ერთმანეთისგან ელოდებიან. აქ მაჩვენებს, რომ ურთიერთობა შევიდა ძალიან დიდ ჩიხში. ის რომ ურთიერთობაში არის ძალიან ბევრი გაუგებრობა, შესაძლოა ძალიან ბევრი ტყუილი. შესაძლოა თქვენ გრძნობთ, რომ ადამიანი არ არის თქვენთან დაკავშირებით გულწრფელი და რეალური, ხო? მან ერთს გეუბნებათ, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თვითონ ადამიანის თქვენთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ ანალოგიურად ასეთ დესტრუქციულ და ნეგატიურ ენერგიებშია. მიხვდით ხომ? ადამიანი შესაძლოა თქვენ შორის იყოს სხვაობა, ტერიტორიალური, ფიზიკური, ხო? ეს ვამბობ შესაძლებელია. თუმცა აქ მაჩვენებს, რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი ურთიერთობა და არ აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობაზე არის ახლა აქ საუბარი, ფაქტია, რომ მივიდა რაღაც ჩიხში. და ფაქტია, რომ იმის იქით გზა აღარ არის. მიხვდით ხომ? და ორივე მხარე ხვდებით, რომ ეს არის ვთქვათ ურთიერთობა და დამოკიდებულება, რომელიც არაჯანსაღია, სავსეა ძალიან ბევრი გაუგებრობით, სადღაც ტყუილებით, სადღაც კითხვის ნიშნებით. და იცით რა შემიძლია გითხრათ, თითქოს ეს არის ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია თავიდანვე ძალიან დიდ გაუგებრობაზე, ტყუილებზე და ძალიან ბევრ ილუზიებზე და არაჯანსაღ ენერგიებზე იყო აწყობილი. იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში ფიქრობს იმას, რომ თქვენ სადღაც მას შესაძლოა გარკვეული კომფორტის ზონა გამოაცალეთ. ან გამოაცლით ძალიან მალე. მიხვდით ხომ, მაგრამ თქვენც ხვდებით და გრძნობთ სადღაც, რომ ეს არის ურთიერთობა, რომელსაც შესაძლოა მომავალი არ აქვს. არ აქვს, იმიტომ რომ ურთიერთობა, რომელშიც ძალიან ბევრი ტყუილი და ძალიან ბევრი არაჯანსაღი ენერგიებია, აქ საუბარი სიჯანსაღეზე ნამდვილად უადგილოა. ასე რომ რას გრძნობს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, გრძნობს, რომ რაღაც დასრულდა. ან ძალიან მალე დასრულდება.
დიახ, გადანაშაულებთ. დიახ, თulis რომ შეიძლება და კიდევ ცოტა უფრო მეტად მოგეთმინათ და აგეტანათ რაღაცეები, ხო? გამოაცალეთ ადამიანს, ან აცილეთ უკვე კომფორტის მდგომარეობას. ეს არის პირველი ვარიანტი. აქ ელოდეთ თქვენს დადანაშაულებას, აქ დაელოდეთ იმას, რომ ადამიანი დაგანამუსებთ, ადამიანი შეეცდება, რომ დანაშაულის გრძნობაზე იმანიპულიროს. ელოდეთ ამას. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი, ბაჭია, ვინც აერჩია, ნახოთ, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. როგორ ხედავთ და გაცეცხლებულს, გაბრაზებულს. ნახოთ კოშკი რას ეხება. შესაძლოა ასევე თქვენ შორის ძალიან დიდი განხეთქილებაც მოხდა. ან თქვენ რაღაც ესეთი მოულოდნელი კრიზისი დაგატყდათ თავს. რას ნიშნავს კოშკი თქვენ შემთხვევაში? ყველას არ ეხება ეს, მაგრამ აქ შესაძლებელია ყოფილიყო გარკვეული ფინანსური დანაკარგები, ყველას არ ეხება განმეორდები, გარკვეული მოლოდინები, სხვა ფინანსური, ბევრად უფრო ნოყიერი, ბევრად უფრო ნაყოფიერი, ბევრად უფრო მოდი ასე ვთქვათ, სხვა შედეგი ფინანსური, მაგრამ ამ დროს მოხდა ის, რომ შედეგი არ არის კარგი. თუმცა ეს ასევე ეხება იმას, რომ თქვენ ხართ ძალიან იმედგაცრუებული კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც ის არ აღმოჩნდა, ვინც თქვენ გეკონათ. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამას ხედავთ ახლა კოშკის ენერგიებში. ადამიანი ხედავს, რომ თქვენს რეალობაში გარკვეული სტაბილური სცენარი ჩამოირღვა. ხედავს იმას, რომ თქვენ ახლა ძალიან მძაფრ და ძალიან მტკივნეულ ენერგიებში ხართ და ეს არის ისეთი ენერგია, როდესაც ადამიანი მტკივნეულად ფხიზლდება იმ რეალობისგან, რომელიც მას ძალიან სტაბილური და ძალიან სწორი და ძალიან მართალი ეკონა. კარგით, რას გრძნობს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ახლა? საკმაოდ მძაფრი ვარიანტებია. თქვენს მიმართ რას გრძნობს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? თუ ეს სასიყვარულო სამკუთხედს ეხება, გეტყვით, რომ ადამიანი ნამდვილად არ გრძნობს თავს კარგად ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აშკარად ინტენსიურად ჩანს მესამე პირების ჩარევა. ამ თქვათ მესამე პირის ირგვლივ შექმნილი დისკომფორტი, მესამე პირიდან შექმნილი დისკომფორტი. რაც თქვათ არ აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ისე გამოვლინდეს მას როგორც უნდა. მიხდით ხომ? ადამიანი გრძნობს, რომ დგას გარკვეული სირთულეების წინაშე თქვენთან დაკავშირებით. ადამიანი გრძნობს, რომ ადამიანისთვის არ არის ემოციურად სასიამოვნო, ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ცდილობს, რომ რაღაცნაირად თუ ეს სამკუთხედს ეხება, ორივე ფლანგზე შეინარჩუნოს, ვთქვათ, გარკვეული პოზიციები, რაც ნაკლებად გამოსდის. ხართ ამ ადამიანისთვის ახლა, თქვენი ხართ ამ ადამიანისთვის ახლა, მეორე ვარიანტი. ენამწარე ადამიანი ნამდვილად.
რომელმაც დიდი ალბათობით, რომელიც ან აირჩევს თავის თავს, ან უკვე აირჩია თავისი თავი. აირჩია თავისი სტაბილურობა, აირჩია თავისი უსაფრთხოება სადღაც, ხო? შეიძლება ადამიანს გააგებინეთ და მიახვედრეთ, რომ ასე ვთქვათ, ვერ მიშელებს ყურებს და ვეღარ დაგკიდებთ, ხო, თავისი გაუთავებელი დაპირებებით, ხომ შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ რამეს. დაწყებული სასიყვარულო სამკუთხედით, დამთავრებული საქმიანი ურთიერთობით თუ დედმამიშულური ნათესაური ურთიერთობით, ხო, ხა ნახეთ საჯარო გაშლა და მე ძალიან გამიჭირდება, რომ მივაკუთვნო აუცილებლად ყველას აი ეს, რომ მაინც და მაინც სამკუთხედს ეხება. მიხვდით ხო, იმიტომ რომ აქ ფაქტია, რომ ტანგოს სამში ვერ იცეკვებთ. აი ეს არის ამ მეორე ვარიანტის მთავარი ციტატა. დღის ციტატა, ტანგოს სამში ვერ იცეკვებთ. ასე რომ ვინ არის ეს მესამე პირი? რატომ ხდება ესე, ვთქვათ, ჩარევა? რატომ გაქვთ თქვენს პრეტენზია და პროტესტი? ეს ადამიანის თვითონ რატომ ხვდება და გრძნობს თავის დანაშაულს თქვენთან მიმართებაში? კი, გრძნობს და ხვდება თავის დანაშაულს. არის რომ ამას შეცვალოს თქვენთან მიმართებაში? მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ვერც ცulis, იმიტომ რომ ხელფეხი აქვს შეკრული. მზად არის ეს ადამიანი რომ შეცვალოს თქვენთან მიმართებაში? თქვენი ეშინია საკმაოდ, გაორებული არ იცის თქვენი რეაქცია როგორი არის. რაღაცას ელოდება მომენტს. ელოდება მომენტს. რაღაცა გადაიწყვიტება, გადაიჭრება, სიტუაცია მის სასარგებლოდ დალაგდება. კი, ელოდება სწორ მომენტს, იმიტომ რომ ახლა შესაძლებელია საკმაოდ გაღიზიანებული იყოთ თქვენი კოშკის გამო და ადამიანმა არ იცოდეს თუ რა რეაქციას მიიღებს ახლა თქვენი მხრიდან და ეს მას საკმაოდ აფრკოლებს ახლა თქვენთან მიმართებაში და ხელფეხს უკრავს. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და გადავედით მესამე ვარიანტზე, წრუწუნა ვინც აირჩევ, ნახოთ როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ოთხიანების ხმლები. ადამიანისთვის გარკვეულწილად შეიძლება საერთოდ ხელმიუწვდომელი, უბრალოდ ხო, თვალსაჩინოში ნამდვილად არ ჩანდეთ ახლა ადამიანის, ხო? შესაძლებელია მეორე ვარიანტი არის ის, რომ ადამიანი საერთოდ ცდილობდეს, რომ არ დაგინახოთ, ხო? გასახება ეს ოთხიანების ხმლები, მოდით ვნახოთ მისი მხრიდან. ხო, არკანი მზე. ხუთიანების კვერთხები. ხო, შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ორი ადამიანის ურთიერთობა, სადაც ორი ეგო ეტაკება ერთმანეთს და მოკლედ ვერ თანხმდებიან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ეგოთა კონფლიქტი, სადაც ადამიანები ვერ მიდიან რაღაც გარკვეულ წერტილამდე, სადაც ყველას განსხვავებული აზრი აქვს, ერთი მეორეს ადანაშაულებს, მეორე პირველს ადანაშაულებს და ამიტომ შეგრძნება მაქვს, რომ შესაძლებელია ადამიანი საერთოდ იყოს თავის სივრცესა და რეალობაში, არ უნდადეს არც თქვენი დანახვა და არც თქვენზე ზედმეტად ფიქრი ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ არ გთვლიდეთ სწორ პერსონაჟად მის ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ. ანუ ადამიანი გრძნობს, რომ თქვენს გაჩერებული ხართ მასთან მიმართებაში და შესაძლოა ისიც გაჩერებულია თქვენთან მიმართებაში, ანუ ერთგვარი სტოპია. ბრეიკაპია ურთიერთობაში. კარგით ვნახოთ ადამიანი რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში. მოდით სამარკანში ვნახოთ, რას გრძნობს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ახლა რას გრძნობს? ორიანების ხმლები. ყველა არკანი არის ხმლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით ადამიანს აქვს ძალიან დიდი სიბრაზე თქვენთან მიმართებაში, თქვენ მასთან მიმართებაში და ადამიანს თითქოს გაჭრილი აქვს თქვენთან ყველანაირი, ანუ უნდა რომ მოჭრას ყველანაირი ენერგეტიკული კავშირი, მიხვდით ხომ, იმიტომ რომ
ადამიანს საერთოდ არ უნდა რომ აი დაგინახოთ, ხედავდეთ, არ უნდა რომ შეეხოს თქვენს ენერგიას, ხომ? ადამიანს უნდა რომ თავი დაანებოთ, ვთქვათ, ხო? შეიძლება დანებებული გაქვთ, ან თქვენ გინდოდეთ რომ ადამიანმა თავი დაგანებოთ, ხო? აი ეს არის აბსოლუტური სიცივე ყოველ შემთხვევაში ერთი მხრიდან მაინც, ხო? როდესაც ადამიანს არ უნდა რომ აი გაჭრას, დაასრულოს, დაამთავროს და აღარ მოტრიალდეს უკან. კარგით, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? მათიანების ხმლები. მეგობრებო, დასრულებული ურთიერთობა არის ეს. ეს დასრულებული ურთიერთობა, თუმცა ადამიანი სადღაც შეიძლება ხედავდეთ, რომ თქვენ რაღაცა თქვენი სივრცე გაქვთ, გულისხმობთ თქვენი საქმე, თქვენი მისწრაფებები, თქვენი სამყარო, სადაც ან თქვენ ან მან რაღაც ესეთი დიდი 9 კლიტული დაკიდეთ, რომ შიგნით აღარ მოხდეს შემოღწევა, ხვდებით ხომ? იმიტომ რომ ადამიანი წამოსულია თქვენი რეალობიდან, ან თქვენ ხართ წასული მისი რეალობიდან და შესაბამისად აქ არის ერთი დიდი სიცარიელე, რომელიც დასრულებულია და რომელიც თითქოს ორ აბსოლუტურად ერთმანეთისგან გამიჯნულ სხვადასხვა სამყაროს და სხვადასხვა ადამიანს მოიცავს. სურს ამ ადამიანს ურთიერთობის აღდგენა, ასე მინდა რომ ვიკითხო. სურს ამ ადამიანს ურთიერთობის აღდგენა თქვენთან? არა, და ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყურადღება სხვაგან გაატრიალოს, თავისი ფოკუსი სხვაგან გაატრიალოს და მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი. იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ ერთმანეთისგან ზოგადად ისედაც ძალიან განსხვავდებით. ადრე შეიძლება ქონდა ამის სურვილი, რომ თქვათ რაღაცნაირად ისევ შეერთებულიყავით, ისევ ურთიერთობა ქონოდათ, მაგრამ არ გამოდის. მე პირადად შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ ძალიან ბევრჯერ მოხვდით ისეთ კონფლიქტურ სიტუაციაში და მდგომარეობაში, სადაც აშკარად უნდა გეგრძნოთ თქვენს და მასაც, რომ რაღაცა თქვენი როლები შეასრულეთ, ამოწურეთ ერთმანეთის ცხოვრებაში და დროა, რომ თქვენი გზით წახვიდეთ და ეს ადამიანი თავისი გზით. მიხვდით ხომ? და აქ მაჩვენებს, რომ ადამიანი თავის სამყაროშია და თავის ტოლსა და სწორ ადამიანებშია. მიიღეთ ეს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანილი მნიშვნელობით. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ეს იყო 3 ვარიანტი, როგორ გხედავთ ადამიანი ახლა და რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარულით, თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.